გამარჯობათ. როცა მშობლები საფუძვლიანად არიან უკმაყოფილონი თავისი შვილებით. შვილის ქცევით ხანდახან უსაფუძვლოც არის. ჩვენ უფრო ვაშერებთ შვილების წინაშე, ვიდრე ისინი ჩვენ წინაშე. იმიტომ რომ ისინი უმანკონი ევლინებიან ქვეყანას და ხშირად ჩვენი ცუდი მოგცევით, მოქმედებით ვაზიანებთ მათ ფსიქიკას. ასე რომ როცა შვილი ცუდად იქცევა და საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს ჩვენ უკმაყოფილების, პირველ რიგში უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში პრობლემა. კი ბატონო, ეს ასეა და ახალი არაფერი არ მithქვამს, ხო? მაგრამ მე მინდა ცოტა უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ეს პრობლემა. ზოგჯერ მშობლები მწერენ თავიანთი შვილების ასეთ იმას, ამ პრობლემაზე, ეს პრობლემაა ზოგადად მომატებულია დღეს ეს. და ხშირად ვეუბნები მათ ასეთ რამეს, ცოტა შორიდან ვიწყებ ახსნას, მაგრამ მოკლედ ვიტყვი. ჩვენი შვილები არიან ჩვენი ბიოლოგიური ბიოლოგიური სხეულის ნაწილი, ანუ ჩვენი ხორცთაგანი. ღმერთი ეს შვილოსნობის უნარი ღმერთისგან მოდის და ჩვენ შვილს ეძლევა გენეტიკურად ჩვენი მსგავსი ბიოლოგიური ხორცი, ასე ვთქვათ, ხო? მეცნიერები ასე თუ ისე ხსნიან ამ ბიოლოგიურ ჩასახვას, როგორ ხდება, ხო? კვეცხვირების განაყოფიერება, შემდეგ საშვილოსნოში მოხვედრა და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს მეცნიერება არ ლაპარაკობს კიდევ უფრო მნიშვნელოვან რამეზე, რომ სულს ღმერთი აძლევს ადამიანს. ეს ვიცით, მაგრამ ნახეთ კიდევ უფრო ღმად გავიგებთ ახლა ჩვენ რომ ღმერთი მშობლების სულის ნაწილს აძლევს შვილს. ანუ ჩვენი შვილები არიან ამავე დროს ჩვენი ხორცთაგანი და ჩვენი სულთაგანი. რა თქმა უნდა, ეს ახლა ამოუხსნელია გონებით და ლოგიკით. რომ როგორ აძლევს, ხო, ანუ შვილის სული არის მშობლების სულის ნაწილი. ამიტომ ჩვენ სულში მიმდინარე პროცესები თვალით უხილავი, ასე ვთქვათ, მოქმედებით აირეკლება ჩვენ შვილების სულს. შეცდომა იმის ისეთი დასკვნა ხოლმე, რომ რა კარგი მშობლები ყავს და ბავშვი რა ცუდი გამოვიდა. ეს არის ემპირიული დასკვნა, ზედაპირული, ლოგიკური. გარეგნულად ადამიანი ყველა ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ სულში მიმდინარე პროცესებია მთავარი. ყველაზე დიდი დაზიანება სულის ეს არის ამპარტავნება, რა თქმა უნდა, ადამიანის და ეს ამპარტავნება იწვევს სხვადასხვა მიმართულებით სულის დაზიანებას, ასე ვთქვათ, და როცა შვილზეც აისახება ეს ხომის, რა თქმა უნდა, შვილი შეიძლება ცალკე სხვანაირ გარემოში იყოს, სხვანაირ სამეგობრო, სხვანაირ წრე ყავდეს და შესაბამისად ის დაზიანება სულის ცოტა სხვა მიმართულებით აირეკლებს, მაგრამ ეს არის მშობლის სულის დაზიანების შედეგი. თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილი იყოს კარგი, მაშინ ჩვენ უნდა მოვახდინოთ საკუთარ თავში ტრანსფორმაცია, ფერისცვალება. აღვადგინოთ ლიტურგია ჩვენ სულში, ღმერთის თაყვანისმცემლობა. ანუ მოდი ასე მოკლედ რო ვთქვათ, სათნოებები განვავითაროთ ჩვენში, თავდაბლობა, სიყვარული, მოთმინება. და საოცრება ხდება ამ დროთა განმავლობაში თქვენ დაინახავთ, რომ თქვენ შვილშიც მოხდებათ ცვლილებები მიუხედავად იმისა, რომ რაიმეს არიგებთ თუ არა მას. უკვე მოზრდილ შვილებზეა ლაპარაკი, შეიძლება არც არაფერი არ დაარიგოთ, არაფერი არ აუხსნათ. მაგრამ თქვენ სულში როცა ხდება ცვლილებები, ხდება თქვენ შვილშიც. აუხსნელი ეს ხო გეუბნებით, ეს ლოგიკურად ამას ვერ ახსნი, რატო ხდება. მშობლის სული და შვილის სული არის ერთმანეთთან უხილავი ძაფით, ასე ვთქვათ, და
მის ცხოვრებაში ხდება ისეთი მომენტები, როცა შენში ხდება თაყვანისმცემლობის აღდგენა, რომ მის შეიძლება განსაცდელიც მოევლიოს მას, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ გონს მოვიდეს. დიახ, აქვე უნდა გავამახვილო ყურადღება კიდე იმაზე, რომ მორწმუნედ გახდომა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცვლილებებს სულში, იმიტომ რომ მორწმუნეობა ეს არ ნიშნავს უბრალოდ წამდეს ღმერთი და ელოდო მისგან დახმარებას. ეს არის წარმართული აზროვნება, რითაც დაზიანებულია ბევრი ქრისტიანის სულიერება, რომ მარტო რაღაც დახმარება გინდა ღმერთისგან. მორწმუნეობა ნიშნავს ღმერთშემოსილობას. ღმერთს უნდა გავდე, წერულვაშიც კი არა, ღმერთს უნდა გავდე თვისებებით. უფლის ხატება და მსგავსება უნდა აღდგეს ადამიანში. აი ეს არის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და მორწმუნეობა ადამიანის. რაც შეეხება წეღარ რაც თქვი, რომ სულის ცვლილებები მშობელში იწვევს შვილშიც, ხო? ამას სახარებაც უჭერს მხარს ასეთ რაღაცას. აი მაგალითად მათეს სახარებაში უფალი აბრძანებს, რომ ქრისტიანებს თავის მიმდევრებს მოწაფეებს ეუბნება, რომ სანთელს საწყაოზე კი არ დგამენო და მაგიდის ქვეშ დაახლოებით ესეთი აზრია, ხო? არამედ სასანთლეზე დებენო სხვებსაც გაუნათოს. თქვენ ხართ ნათელი ამ ქვეყნისა. სხვებს უნდა გაუნათოს, რათა სხვებიც დადგნენ ამ ნათელით. ანუ გადასდო ეს ნათელი სხვას. სერაფიმე როუზი თუ სერაფიმე საროველი ამბობს, უბრალოდ აღარ მახსოვს, რომ დაახლოებით ასეთი აზრია სიტყვებში, რომ ესე იგი, როცა შენ ხდები სული წმინდის ჭურჭელი, ასე ვთქვათ, ხო? შენს გვერდითო მრავალი ადამიანი ცხონდება. ზუსტად აი ეს პრინციპია, სახარებისეული აზრია გატარებული, რომ როცა შენ თვითონ ხდები ღმერთშემოსილი, შენს გვერდით ადამიანებს უნათებ შენი მადლით. ვიღაცა ბოროტდება კიდეც, ესეთებიც ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც არ უნდა, ესეც წერია იოანეს სახარებაში, რომ ბნელმა სიბნელე შეიყვარა და ნათელმა ნათელი. ხო, ვისაც ნათელის დანახვა უნდა, ის დაინახავს ამ ნათელს და მიყვება ამ ნათელს. ასე რომ ეს სულიერი ფერისცვალება ადამიანში, ეს არის გადამდები სხვა ადამიანებისთვისაც და მათ შორის შვილისთვის. სამწუხაროდ მშობლებთან რომ იწევს ხოლმე საუბარი, ხშირად იცით რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ადამიანი საკუთარ თავში ვერ ხედავს ამ პარტავნებას, ვერ ხედავს მანკიერებას, რომ ჩვენ რო შვილისგან ვითხოვთ, რომ ის კარგად მოიქცეს, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევიცვალოთ და ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავენ ადამიანები, მშობლები ხშირად. იმისგან გვინდა ცვლილება, მაგრამ საკუთარ თავში ჩვენ ვერ ვხედავთ და აი ყველაზე ცუდი ეს არის, რომ რაღაცა შვილს ეუნები, თქვათ, ლოთობას დაანებოს თავი, მაგრამ ძალიან რთულია ამ ხორციელი მანკიერებისგან თავის დაღწევა, მაგრამ შენ ელემენტარული შეიძლება სიგარეტზე ვერ ანებებ თავს, ან ბილწიტყოობას ვერ ანებებ თავს, ან შურს ვერ ანებებ თავს, ან ვერცხლის მოყვა, რაღაცა მანკიერება შენ ხო გაქვს მშობელს. შენ არ გინდა ღვაწლი, ტანჯვა და ბრძოლა საკუთარ მანკიერებასთან და შვილისგან მოითხოვ. ხომ? აი ამაშია საქმე, ამიტომ შენ თავში მოახდინე ცვლილებები და დროთა განმავლობაში დაინახავს საოცრებას. შენი შვილი გონს მოეგება. გონს მოეგება, შეიძლება მას განსაცდელით შეხვდეს, ან პირიქით სიკეთე, რაც ჭირდება უფალი იმას დაუშვებს მის სულზე.